ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლით და ვინც არ იცის მათთვის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება შენს მიმართ წამოვიდა ამ ბოლო დროს მას მერე, რაც ფილმში გადაღებული კადრები, რომელიც შენ გადაგიღეს, აღმოჩნდა სხვადასხვა პორნო საიტებზე. საუბარი არის თავად რო გითხრა, დიახ, თავად გაგცემთ პასუხს. სამწუხაროდ, ბევრი წლის უკან ატვირთული იქნა ჩემი ფილმები, რომელიც არის ლეგენდა ადამიანებთან ერთად მონაწილეობით შესრულებული. გახდა ყველაზე მძიმე ეტაპი ჩემთვის ეს პერიოდი, როდესაც მე აღმოვაჩინე მივმართე უწყებას, რომ ეს ყველაფერი აღმოეფხვრათ, რეჟისორსაც მივეცი იმის საშუალება, რომ მედიის გარეშე ეს ყველაფერი მოეგვარებინა და ნუ როგორც ჩანს მიაყურა და საუბარი არის შოთა კალანდაძეზე, კი, ყველასთვის ნაცნობ ადამიანზე, რომელიც შოთასთვის არ არის პირველი ეს და არც ბოლო არ იქნება დარწმუნებული ვარ. მე აქ წარმოვადგენ როგორც ჩემ ხმას, ისე იმ ლეგენდა ადამიანის ხმას, რომელიც აწ უკვე გარდაცვლილია. ანუ ბოდიში ვერ გავიგე, ლიკა ქავჟარაძეს ესა? არა, აქ არის ედმონდ კალანდაძეზე საუბარი.